არ გეგონოთ რომ საომარი მოქმედებების არეალში ვარ სადმე. ახლა ვიმყოფები აზერბაიჯანში, ბაქოს ცენტრში. თქვენ ხედავთ კადრში სამხედრო ინფრასტრუქტურას, რომელიც ეკუთვნოდა სომხეთის შეიარაღებულ ძალებს და ყარაბაღის ომის დროს იქნა განადგურებული აზერბაიჯანელების მიერ. და ეს მთელი სამხედრო არსენალი გამოფენილია ვიმეორებ ბაქოს ცენტრში. ეს არის ერთგვარი სანახაობა იმისა, თუ რა შეძლო აქაურმა ხელისუფლებამ, აი ამ მიზანს ისახავს, რომ ადგილობრივ მოსწავლეებს, სტუდენტებს, სტუმრებს აჩვენოს როგორ გაანადგურა სომხური იარაღი და შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანმა. აი ნახეთ რაღაც საოცრება გონია რომ ფილმში ვიმყოფები. აგრეთვე აქვე არის მუზეუმი, აი წინ, სადაც დეტალურად არის ექსპონატები გამოფენილი სხვადასხვა მიღწევების შესახებ 44 დღიან ბოლო ომში, რომლის შედეგადაც დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები აზერბაიჯანმა. ნახეთ აი საოცრება. განადგურებული ტანკები. ეს ყარაბაღიდან ჩამოიტანეს აქ. და ძალიან ცენტრალური უბანია შეგახსენებთ, თან უზარმაზარი ტერიტორია ამ ყველაფრისთვის გამოყოფილი. როგორც მე მითხრეს ამ მუზეუმში, რომელსაც ცოტა ხნის წინ გიყვებოდით, გამოფენილი იყო სხვადასხვა ჯარისკაცების ლიკვიდაციის შემდეგ ფორმები, დახვრეტილი ფორმები. და ეს ყველაფერი შემდეგ გაიტანეს, ასე ვთქვათ, რადგან დიდი ამბები და ხმაური მოხდა ამას, იმიტომ რომ ვიმეორებ ბავშვები ნახულობდნენ ამ ყველაფერს. აი, განადგურებული მანქანა. ნამდვილად საოცარი სანახაობაა. მსგავსი არასდროს არ მინახავს არსად. აქ ვიმყოფებით ჟურნალისტები ჩამოსული კონფერენციაზე და ვეცნობით ასეთ საინტერესო ფაქტებს. ამის გახსნას ვერ ვბედავ, ძალიან კი მაინტერესებს, მაგრამ მოდით გავრისკავ, მიდიავ და მინახავენ. ცარიელია. იარაღს ვინ დატოვებდა აბა შუა ქალაქში. დამწვარი ავტომანქანა. ისევ ტანკები. მეორე მხარეს აგრეთვე ნახეთ სასწრაფო დახმარების ავტომანქანები. სხვათა შორის ძველი საბჭოთა, რომელიც ყარაბაღში გამოიყენებოდა, ვიდრე იქ სომხები ცხოვრობდნენ და ისინიც პრაქტიკულად განადგურებულია, შეიძლება ითქვას. ტანკები, ათობით ტანკი. უზარმაზარი ტერიტორია, პოლიგონი მოცული აი ამ ყველაფრით. აი, რაზეც გეუბნებოდით აქ სამხედრო მასალების გარდა სხვადასხვა სასწრაფო დახმარების და მსგავსი ტიპის ავტომანქანებიც არის. აი, ეს მაგალითად.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თითოეული ეს ნივთი, თითოეული ეს ტექნიკა ისტორიას ატარებს ნამდვილად. ყველა დაკავშირებულია კონკრეტულ ადამიანებთან, მათ სიცოცხლესთან. ზოგადად ამ ქვეყნის ისტორიასთან, აზერბაიჯანის თუ სომხეთის. და ამაყია ხელისუფლება ამ ქვეყნის, რომ 44 დღეში დაიბრუნა თავისი ტერიტორია. როგორი კადრია ნახეთ, ახალი ბაქო, თავისი ცათამბჯენებით და მის ფონზე აი ასეთი ტექნიკა საოცრება, სიტყვებს ვერ პოულობ. კარგით, გემშვიდობებით. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის.